ინფორმაციები მუსიკალურ თემაზე. მოგესალმებით, პროგრამის ავტორი მარიკა ჩიჯავაძე, ხმის რეჟისორი გახლავთ ინგა გურგენაძე და ინტერნეტით ჩვენს ეთერს უზრუნველყოფს ხათუნა კაკიაშვილი. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენი პირდაპირ ეთერის საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერის სტუმარია ლელა მაქარაშვილი, კომპოზიტორი, რომელიც ახლა როიალს უზის, ვინაიდან მან პირველი მუსიკალური ნომერი თავად უნდა შეგვისრულოს, ეს იქნება საფორტეპიანო პიესა. ლელა, გთხოვთ და შემდეგ დავიწყოთ უკვე საუბარი. ეს გახლავთ ლელა მაქარაშვილი, კომპოზიტორი, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარია, მან თავად შეასრულა საკუთარი საფორტეპიანო პიესა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, როგორც გითხარით, 240 91 92 240 92 92 ამ ნომერზე დაგვირეკეთ საზოგადოებრივ რადიოში და გაესაუბრეთ კომპოზიტორს, რომელმაც მოასწრო უკვე ჩემთან მოსვლა. ლელა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. გესალმები თქვენს მსმენელს, ჩვენს მსმენელს და მე აღფრთოვანებული ვარ, მინდა მადლობა გითხრა და თან გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება შენი გადაცემის მიმართ, რომელიც ყოველთვის ძალიან ინფორმატიულია, ძალიან საინტერესოა და რა ვიცი, მადლობა ერთხელ კიდევ. შენ რომ მომიწვიე და მომეცემა საშუალება, რომ გამოვთქვა ჩემი სიმპათიები თუ თქვა ცხოვრებისეული მომენტები, რომელზეც ჩემზე კვალი დატოვა. დიახ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და ისე მოხდა, რომ ამდენი ხანია გვინდა მოწვევა შენი და რაღაც ვერ მოხერხდა. ფართო საზოგადოებამ შეიძლება იცის შენი ბასტიბუს სიმღერები, იცის საესტრადო სიმღერები, კინო, თეატრის მუსიკა მოусმენი, შეიძლება ვერც აფიქსირებს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს ლელა მაქარაშვილია კომპოზიტორი. მოусმენი შენთვის შეიძლება ხალხური სიმღერის შესრულებისას ან რაღაც ქალაქური სიმღერების შესრულებისას, იმიტომ ძალიან მრავალფეროვანია, მინდა ჩვენს მსმენელს უთხრა ლელას შემოქმედება, რაც ჩამოვთვალე, ამის გარდა მინდა აკადემიურ მუსიკაში ეს არის ელექტრონული მუსიკა, ეს არის კამერულ ვოკალური, კამერულ ინსტრუმენტული, სიმფონიური, საკონცერტო ჟანრი, ანუ ძალიან ფართო სპექტრი აქვს ინტერესებისა და ვფიქრობ დღევანდელი გადაცემა ნაწილობრივ მაინც წარმოაჩენს მას სწორედ აი ამ კუთხით, აკადემიური მუსიკის კუთხით და უკვე სხვა გადაცემებში ალბათ სხვა რამზეც ისაუბრებ. დამითმეთ ეთერი და ვთქვათ მე მექნება საშუალება გამოვთქვა მადლიერება იმ პიროვნებების მიმართ, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს და კიდევ დღევანდელ დღესაც ურთიერთობა გვაქვს და თანამშრომლობთ და ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ და კიდევ ის მინდა ვთქვა შესავალში, რომ საოცრად სასიამოვნოა ლელასთან ურთიერთობა ზოგადად, ვინაიდან ის მშვენივრად უკრავს იმპროვიზაციები, კარგი მოსაუბრია და ვფიქრობ ამაში დღესაც დარწმუნდებით. ლელა, შენ ძალიან კარგად უკრავ, ვიცი რომ
ბავშვობიდან მღერი და უკრავ. და აი აქედან მინდა დავიწყოთ, ეს ალბათ ოჯახის დამსახურებაა ხომ, რომ შენ მუსიკაში მოხვედი. თუ ესეთი გამოხატული მუსიკალური ნიჭი ქონდა და აზრიც არ იყო, რომ სხვა სპეციალობა შეიძლება დააგერჩია. პრინციპში ჩემ ოჯახში დედა მუსიკოსია და დეიდები მუსიკალური განათლებით არიან. თუმცა მამის მხრიდანაც თვითონ ინჟინერია მამა, მაგრამ ბაბუები კარგად ბღეროდნენ თურმე, მუსიკალური ესეთი გენეტიკური ხაზი არსებობს. რა თქმა უნდა, ის რომ მე პროფესიული განათლება მივიღე, დედას დამსახურება, მან დიდი წვლილი ჩადო იმაში, რომ მე დღეს თქვა რაღაც მუსიკოსი შეიძლება ვთქვა, რომ ვარ და თქვა ხა 3 წლიდან ვუკრავდი, მე თვითონ მახსოვს ჩემი თავი, რომ ძლივს წვდებოდი კლავიატურას, მაგრამ ახერხებდი და რაღაცას ვუკრავდი. მე რაღაც 20 წლიდან პატარა პიესებიც მქონდა, რაღაც ვცდილობდი რაღაც კომპოზიციაშიც. თუმცა ესე იგი, სანამ კონსერვატორიაში არ ჩავაბარე, მანამდე ესეთი რომ მე რაღაცა საკომპოზიტორო, ესე ხაზგასმით რამე ნიჭი გამაჩნია, სხვად სურვილი რომ მე გავხდე კომპოზიტორი, ესეთი გამოხატული სურვილები არ მქონია. ისე შეგვავდი კიდეც წელი. ხო, აი 5 წლის ასაკში კი, ეს კი დაშნებით მოვითხოვე, რომ წამიყვანონ ბალეტზე, იმიტომ რომ სახლის პირობებში მე თვითონ ვირთავდი დისკს ფირფიტას, რა თქმა უნდა, მაშინ ფირფიტები იყო და ბეთჰოვენის სონატებზე 24 საათი ვცეკვავდი და ვერ მაჩერებდნენ. ამან თავისი კვალი დატოვა, იმიტომ რომ ბეთჰოვენის სონატებზე. ხო, რაღაც არ ვიცი, რატო ამოვირჩიეს ის კი ეს ტემპერამენტი, ეს ბობოქარის გადასვლები, ვთქვათ, აი ბეთჰოვენის მუსიკაში, ბალეტის ამ ცეკვის დროს გამოვხატავდი ამ ჩემს იმას, რაღაც იქ ხან ნელდი იყო, ხან აჩქარება, ეს რაღაც ეს ვარიაციები, სწორედ შენი გადაცემის თემის საპასუხოდ, რაღაც ვარირების დიდი საშუალება იყო იმ დროისთვის ალბათ ჩემთვის ბეთჰოვენის სონატებში. 5 წლის ვიყავი, ხა ზუსტად არ მახსოვს ჩემი ემოციები. მე ეს 1-2 წელი ბალეტზე დავდიოდი, მაგრამ ხა დიდი საბალეტო მონაცემები არ გამაჩნდა. მე რახან პროფესიულ გზას დავადექი და პროფესიულ მუსიკას მოვხვდი. სხვათა შორის რაღაცა ისე ძალიან ადვილად მოვხვდი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე ვუკრავდი უკვე მე თვითონ ვაწყობდი ყველაფერს, რაც მინდოდა. კინომუსიკა იყო თუ რაღაც პოპულარული მუსიკა იმ დროისათვის. მახსოვს მამა მომიტანა დისკი გამოვიდა შარლემანი იყო მიშელ ლეგრანის გაცრავთ მიშელ ლეგრანის აი ფრანგული მუსიკის და მახსოვს ის გივატრიალებდი და ვუკრავდი ამას და ამანაც განავითარა ჩემი ყური უფრო ისეთ ჟანრში პარალელურად თქვათ მოვხვდი ფანტასტიკურ ზღაპრულ პიროვნებასთან თამარ ფაკაძესთან რომელმაც მაზიარა პიანიზმის სკოლას ეს ბგერა თუ ყველა ნოტთან დამოკიდებულება ეს იყო რაღაცა საოცარი გაკვეთილები მიუხედავად იმისა რომ ძალიან მკაცრი რა ცოტა სიმკაცრე ჭირდება რომ რაღაცა შედეგს მიაღწიო და მაესე მადლობა მინდა გამოვთქვა მის ამართით. 10 წლეთშივე ყავდა მე მგონი კომპოზიციის პედაგოგიც ხო? ხო, კომპოზიციის პედაგოგი ჩემი იყო, აი მშვენიერი ქალბატონი, აი ევრუდირებული ძალიან საინტერესო. მერი დავითაშვილი ხო ვინარიცის და მთელი ცხოვრება მერე ყოველთვის ცდილობდა ის მე რაღაცა წინ წამოვეწიე იქ თავის საბავშვო კვირეულზე ყოველთვის პატიჟებდა და უნდოდა რომ მიმეღო მონაწილეობა და მქონდა ბედნიერება რომ ყოფილიყავი მონაწილე ამ მისის კონცერტების და რა თქმა უნდა მე დავითაშვილს ესევე დიდი მადლობა რომ ის ყავს ჩვენ და ყავდა და მისი მუსიკა დღემდე ცოცხლობს და ბავშვები დღესაც ამ მუსიკაზე იზრდებიან. ლელა, შენ კარგად უკრავდი კიდევაც და უკრავ კიდევაც. მაგრამ მაინც ალბათ მთავარი იყო კომპოზიცია, ხო, რადგან გადაწყვიტე რომ წასულიყავი. აი ესე რა მოხდა? ესე რაღაც პიესები ჩემთვის ის კი რახან მე ბოლოს ატლედი დავამთავრე როგორც პიანისტმა არა, როგორც თეორეტიკოსმა და იქ კომპოზიცია იყო, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საგანი. თქვათ პიანისტებთან განსხვავებით და რახან თქვათ ის კი წლის ბოლოს რაღაც უნდა დაგვეწერა და არ გვედგინა
გამოცდის კომისიის წინაშე. მე თვითონ რაღაცებს წერდი არა მარტო საფორტეპიანოს, იქ ჩემ ჯგუფელებს ვთხოვდი და მუსიკალურ რაღაც ტრიოს ვქმნიდი, თქვათ იქ ჩელო იქნებოდა, ვიოლინოს და ფორტეპიანოს თანხლები და რაღაც ისე უფრო ესეთი დიდი ფორმები ჩამოყალიბდა. სხვებისგან განსხვავებით. მე რაღაც ესეთი თითქოს და არაფერი არ არის შემთხვევითი და იმ პერიოდისათვის თბილისში ჩამოვიდა იმ დროინდელი ლენინგრადიდან პროკოფიევის სახელობის ქალთა სიმებიანი კვარტეტი, რომლებიც ახლობლები იყვნენ ჩვენი და ჩემი დეიდების, ასევე დეიდებს მინდა მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნანული და ნელი თევზაძეები არიან ესეთები, რომლებიც დღემდე მათი ცხოვრობ. და მათი მეშვეობით მოხდა ამ კვარტეტთან დაკავშირება, რომლებმაც ისეთი სასწაული მოხდა. მე პატარა 17 წლის გოგოს შემომთავაზეს, რომ დავწეროს კვარტეტისთვის რაღაც პიესები და რომ შემისრულებენ. და მოვხვდი მათთან რეპეტიციაზე, ჩავიწერე ეს პატარა მინიატიურები მათი შესრულებით და აი ეს იყო რაღაც ისეთი ბარათივით, რომელიც მე რაღაც ისეთი გეზი მომცა იმისკენ, რომ მე ფიქრა, რომ ხო არ ჩავაბარო საკომპოზიტოროზე. იქ მე უკვე ნანა ქავთარაძეს, ჩვენი ოჯახის ახლობელს და ცნობილ მუსიკის მცოდნეს ნანა ქავთარაძეს და ვაჩვენეთ ეს მასალა და თვითონ გამიწია რეკომენდაცია ბატონ სულხან ნასიძესთან. მის აზრს უკვე რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ჰქონდა, რომ მან მომცა ესეთი საცდელი პერიოდი. რაც 5 თვის განმავლობაში მე რას გავაკეთებდი და სწორედ ამ პერიოდში შევქმენი 2 რომანსი, საფორტეპიანო პიესები, გუნდისთვის დავწერე, შერეული გუნდისთვის, კამერული შემადგენლობისთვის, ჩასაბერისთვის და საკმაოდ ბევრია. ხო, 5 თვეში რაღაც ესეთი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ ახლა სულხან ნასიძე მე ბოლოს მომისმენს რა სიტყვის და რაღაცა დავჯექი და ვიმუშავე, ასე ვთქვათ. და აი მაშინ მინდა ახლა სწორედ აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს ჩანაწერი მომზადებული რომანსი, რომელიც ანა კალანდაძის ტექსტზე მაქვს შექმნილი. და გამოცდისთვის საჭირო იყო, რომ შესრულებულიყო. და დაუკავშირდით ნატაშა ჭანტურიშვილს, რომელიც მამას ბიძაშვილად ეკუთვნის და ვთხოვეთ, რომ ვინმე შეესრულებია, რომ წარმოედგინა მე საბოლოო ჯამში საგამოცდო რეპერტუარში და ოთახში შემოდის, აი ჩემთვის ესეც რაღაცა სასწაული იყო, მაია თომაძე, იმ დროისათვის ძალიან ცნობილი უკვე, მე ვიღაც თქვათ აბიტურიენტი, რომელიც არავისთვის არ ვარ ცნობილი, რა თქმა უნდა, ნაცნობი და რომ მოისმინა ეს ნაწარმოები, თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ მე შევასრულებო და რა თქმა უნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. და 2 რომანსი შეასრულა. 2 რომანსი, ესე რაღაც ისეთი ოთახის პირობებში რაღაც მაგნიტოფონზე ჩავიწერეთ, ნატაშა ასრულებს და აი პირდაპირ ფურცლიდან კითხულობენ და შემისრულეს და ესეთი დამჩა ეს უნიკალური ჩანაწერია. დიახ, და ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ახლა მოვისმინოთ ანა კალანდაძის ლექსზე დაწერილი მელამაზი მეგობარი ყავდა მღერის მაია თომაძე და თანხლებას უწევს ნატაშა ჭანტურიშვილი, კომპოზიტორი, ჩვენი გადაცემის სტუმარი ლელა მაქარაშვილი.
თქვენ მოისმინეთ ლელა მაქარაშვილის რომანსი მელამაზი მეგობარი მყავდა ღეროდა მაია თომაძე მასთან ხლებას უწევდა ნატაშა ჭანტურიშვილი შეგახსენებთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 240 92 დაგვირეკეთ ჩვენი სტუმარია კომპოზიტორი ლელა მაქარაშვილი ლელა ასე მოხდი კონსერვატორიაში ამ რომანსებით ძირითადად ხო და კიდევ სხვა ნაწარმოებებიც გქონდა აქვე მინდა აღნიშნო ერთი რაღაცა გამოხატა ჩემი ისეთი მგრძნობა რომელიც იმ პერიოდში ეს რომანსი მიუძღვენი ჩემ გარდაცვლილ მეგობარს რომელიც იმ პერიოდში დაგვეღუპა და ის იყო მართლა განსაკუთრებული ნანა პაიჭაძე რომლის ხსოვნას მინდა აღნიშნო რომ რაღაცა ყველანაირ იმ პერიოდმა რაღაცა გარდატეხა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში რომ რა არის ცხოვრება სულიად ახალ რაღაცა ცხოვრებაში მოხდა რაღაც ესეთი ტრაგედია ხო აი რაღაცა შეძრა ჩემი სულიერი მდგომარეობა და აი რაღაცა ხო არის მანამდე რაღაც პერიოდი და მე რაღაც სხვანაირად დავინახეთ რაღაცეები და მე იყო ეს ასევე ხო ეს მინდა დამეღნიშნა ნანას რომ მიუძღვენი ეს რომანსი შემდეგი ეტაპი არის რომ მე მოვხვდი კონსერვატორიაში რა თქმა უნდა ну ესე კი რაღაც ისე მოვხვდი არ მოველოდი რომ რაღაცა სხვა სამყაროში აღმოჩნდი და თან ხვდები ბატონ ოთარ თაქთაქიშვილთან რომლის მიმართაც მე მაქვს რაღაც ისეთი გრძნობა რომ ის არის რაღაცა ღვთიური ადამიანი რომელიც ესე იგი 91 წელს როდესაც მოსკოვის კონსერვატორიაში ის შემოდიოდა ჩაიკოვსკის კონკურსზე და ნახევარი საათი ტარს უკრავდა მთელი იქაური დარბაზი ну ისეთი პატივისცემა და ну ხო ცნობილი იყო მისი ერუდიციით მისი ინტელიგენტობით და ესეთი საოცარი ადამიანური ურთიერთობებით და ხვდები ესეთ ბუმბერას ჩემთვის ბუმბერას ადამიანთან და რა ვისწავლე პირველ რიგში მასთან რომ აი რაც არ უნდა ერუდირებული ხარ რაც არ უნდა ძალიან ისეთ მაღალ იმასე как თქვა თვითონ მინისტრი იყო ხო ყველა ესეთი რეგალიები მქონდა ჩემთან ხდებოდა ჩემ ხელა რომ მე რომ მივდიოდი უი ლელა მოხდა აი რაღაც ისე მიხდებოდა რომ თითქოს მე არაფერი მან ჩემზე მეტი არ იცის თქვათ და აი რაღაცა აი აქეთ მეკითხებოდა მოდი ეს როგორ ჯობია ესე მე რაღაცა ჩემ პიროვნულ რაღაცა ღირსებებს ცდილობდა რომ რაღაცა წამოეწია და გათამამებდა ხო მათამამებდა და მართლა ბედნიერი ვარ რომ აი რაღაც ისეთ აი ამ ადამიანთან მე მქონდა ესეთი შეხების წერტილი მის ოჯახთან მის მეუღლესთან და რაღაც ოჯახის წევრად ვგრძნობდი ну მე მოხდა ესეთი პერიოდი რომ ის უკვე ამათ ყოფობდა და ისე ხშირად ვერ ვაწუხებდი მას ну თვეში ერთხელ თვეში ორჯერ მივდიოდი მასთან და პირველი მისი მასთან ერთად გაკეთებული ნაწარმოები ასე ვთქვათ რაც დამავალა ეს იყო ვარიაციებით შევქმენი პირველ კურსზე ეს იყო მეორე კურსის თემა და მე პირველ კურსზე შემოთავაზა რომ გამეკეთებინა და მითხრა რომ თუ შეიძლება თემა იყოს მელოდიური და ქართულიო და ну რაღაც ეს თემა თვითონ რაც მახასიათებდა და მას ეს გავაკეთე როგორც პირველი თემა იყო ქართული რაღაცა მთის ფოლკლორის რაღაც ინტონაციებით მაგრამ მე ეს დანარჩენ 7 ვარიაციაში უკვე ჩემსკენ წავიყვანე მაგრამ მაინც რაღაც ეს შექება დავიმსახურე მისი და მისთვის უცხო სტილიც კი მისაღები იყო თუ დამაჯერებელი იყო ალბათ ხო რაღაცა მახსოვს რომ რაღაც ესეთი შემაქოდა მიხარია რომ მქონდა ეს წუთები ბედნიერი და მესამე კურსზე მოხდა ის რომ ის უკვე მან დაგვტოვა გარდაიცვალა სამწუხაროდ და მე უკვე რაღაც ისე სხვა პედაგოგთან მოხვედრილიყავი და ისთან და ეხლა კიდე დიდი სასწაული რომ ხდები ბატონ ნოდარ მამისაშვილთან რომელთანაც ესე კი გარდა მუსიკისა ჩვენ საათობით გვაქვს საუბარი ფიზიკაზე, ელექტრობაზე, სამყაროს შექმნაზე, ну აი ისეთ თემებზე, რომელიც თითქოს ძალიან შორს არის მუსიკასთან, მაგრამ თვითონ მეუბნებოდა რომ შენ რაღაცა საოცარი ანტენები გაქვს, რაღაც აი ამ თემაზე ვლაპარაკობთ და მე შენ რაღაცა სხვა რაღაცას ისეთ მოიტანო, რომ რაღაცა იზდებიო დღითი დღეო და
მე კი ვერ ხვდებოდი რას მეუნებოდა მაშინ. მაგრამ აი ეს ინფორმაციული ველი, რომელიც არსებობს სამყაროში, ის რაღაცნაირად მისი მეშვეობით სხვა კუთხით შემოდიოდა ჩემში და რა თქმა უნდა მე მის მიმართაც ქეც ვიხრი და დიდ მადლობას. ლელა, შემდეგი მუსიკალური ნაწარმოები არის სიმფონია. ეს როდის დაწერე? აი სადიპლომო ნამუშევარია, მე მაშინ არ მქონდა საშუალება ორკესტრისთვის მიმემართა და მოხდა ისე რომ კლავირის ვარიანტი დავით აღმე როგორც იქნა სასწრაფოდ იყო შესასრულებელი და ქალბატონ მედიკო ფანიაშვილს მიმართე და მედიკოებმა შემისრულეს ალთუნაშვილმა და ფანიაშვილმა და მათაც ესე შემაგულიანეს რომ მე უნდა გავაგრძელო წერა, იმიტომ რაღაცა შემაქეს და მოკლედ შენ მედიკონია ახალგაზრდობაში აი სულად დამწყებ კომპოზიტორს მევრი კარგი შემსრულებელი შეგვდა. მე ახლა ვთხოვ რეჟისორ ჩართოს ეს შემდეგი ჩანაწერი, ეს იქნება სიმფონია და ასრულებენ მედია ფანიაშვილი. დიახ, ფრაგმენტი რა თქმა უნდა. კლავირიდან. დიახ, მედია ალთუნაშვილი, მედია ფანიაშვილი. მოვისმინოთ. ეხლა ჩვენ გავუშვით კვარტეტიდან ფრაგმენტი, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ, ახლა კი ისე როგორც გითხარით, სიმფონიას მოვისმენთ.
თქვენ ახლა ისმენთ ფრაგმენტს ლელა მაქარაშვილის სიმფონიიდან მის საფორტეპიანო ვერსიას, კლავირს ასრულებს თავად კომპოზიტორი. ლელა ჩვენი გადაცემის სტუმარია 240 91 92 240 92 92 ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ და დაუსვათ მას შეკითხვები. ახლა შემდეგი მუსიკალური ნომერი მინდა წარვადგინო. ეს მაია კანკავა მღერის აქ და ეს ძალიან საინტერესო ნაწარმოებია ახლა გალაქტიონის ტექსტზე ხომ? ჩვენ კარგ პოეტებსაც არჩევს, კარგ შემსრულებლებსაც და კარგ პოეტებსაც. ფაქტობრივად, როდესაც რეპეტიციას გავდიოდით მე და მაია, იქ იყო მისი ძმა შემთხვევით და შენ გაბედული კომპოზიტორი ყოფილხარ. აბა გალაქტიონს შეეჭიდები ანა კალანდაძეს. რაღაცა ისე მოხდა, რომ რა ვიცი მე მგონი გამომივიდა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, როდესაც შესრულდა რაღაც შემგან დამოუკიდებელი მოვლენებით, მე მიუძღვენი სიმღერა ანტონ წულუკიძის ხსოვნას. რაღაცა ეს შეიქმნა, რაღაცა მაგ დროს იყო, რომ გარდაიცვალა ბატონი ანტონი და მისი შვილი ჩემი მეგობარია, რაღაც ძალიან ქართულ მუსიკას ისე გვაზიარებდა და რაღაც ეს გალაქტიონი ეს მუსიკა რაღაცა და რაღაც ასე წარმოვიდგინე, რომ ეს არის მისთვის რაღაც ესეთი შეგრძნება მქონდა და მე უკვე რომ რაღაც 1 წლის მერე რომ გამოითქვა სურვილი რომ ყოფილიყო ხსოვნის საღამო და შესრულებულიყო ეს ნაწარმოები, აი მაშინ მოხდა რომ მე სულეთ ესე სპონტანურად უცბად ვეძებდით ვინ შეიძლებოდა ვის შესრულებია და მაია მაშინ გავიცანი და მადლობა რომ მე ესეთ ნიჭიერ ძალიან საინტერესო პიროვნებას მაია კანკავას დაუკავშირდი და მაიამაც რაღაცნაირად დამთანხმდა და აი ეს ნედლი ვარიანტი არის იმისი რომ რაღაც 2 დღეში ვამზადეთ და თანხლებას თავად უწევ ხო? ხო, თანხლებას ცოტა ნერვიულობ, მაგრამ დიახ. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მთაწმინდის მთვარე, მღერის მაია კანკავა, ფორტეპიანოსთან ლელა მაქარაშვილი. Ase chumi, ase nazi
თქვენ მოისმინეთ ლელა მაქარაშვილის რომანსი მთაწმინდის მთვარე გალაქტიონის ლექსზე და ახლა ხაზია ნიკა მემანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, რომელსათანაც მეგობრობს ლელა ხო ასია და არაერთი ნაწარმოების შემსრულებელია. მისი ვიცი რომ აი ამ რომანსაც ხშირად უკრავ ხოლმე ხო ნიკა? მოგესალმები. მოგესალმებით, მე ძალიან მიხარია რომ ლელა თქვენი სტუმარი ჩემთვის გარდამეგვიწყდა არის ძალიან ძვირფასი კომპოზიტორი და ამიტომ მიხარია რომ მისი მუსიკა იღერებს. და მაინტერესებს შენ რაღაც პარალელურად მოდიხარ შენ და ლელა რა ხიბლავს განსაკუთრებით ლელას მუსიკაში? იცით რა არის რით გიზიდავს? შეიძლება მონათესავე სულები ვარ, იმიტომ რომ არის რაღაც ბევრი მომენტი, რომელიც მგონია რომ აი ზუსტად ესე წარმოვიდგენდი მე, ზუსტად ესე დავწერდი, ზუსტად ესეთ ჰარმონიას გამოვიყენებდი. ესეთი შეგრძნება ყველა ავტორის მიმართ მე არ მაქვს ხოლმე და ლელას მიმართ იმთავითვე რომანსებიდან დაწყებული საორკესტრო კამერული მუსიკით დამწერლობილი სულ მქონდა და დღემდე არც ერთი წამით დაუშვათ აი დრო გადის და არც ერთი წამით ჩემთვის არ შეცვლილა ეს დამოკიდებულება. ოღონდ ეს არ არის ემოციური დამოკიდებულება. მე გულისხმობ რაც თანდაყოლილად ესე ხდება. ჩემი ყური ემთხვევა ლელას ყურს. ნიკა უღმესი მადლობა და აი ეთერში მინდა გამოვთქვა ჩემი მადლიერი გრძნობა ნიკას მიმართ, იმიტომ რომ ნიკამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა, რომ მე დღეს რაღაცას ვაკეთებ, ძალიან ბევრჯერ შემიწყო ხელი იმაში, რომ მე სტიმული მომცა და ნუ პოპულარიზაციაც, ნუ არ ვიცი, ყველანაირად ამეხმარა ძალიან ბევრჯერ თან ერთხელ ეს იყო 2000 წელს მე ის გარდა იმისა, რომ მეხმარებოდა, თქვათ, გაჟღერებული იყო ჩემი ნაწარმოებები, თვითონ წერის რომ მე შემექმნა რაღაცა აი ესე რაღაც წაუყვანი ვარ იძულებული გამხადა რომ ამჯდარიყავი გამეკეთე შენ წაიყვანე ხო იმ რაჭაში წაიყვანე და ჩაკეტეთ არა შენ და კეთი ბოლაშვილმა ეს მომიყვა ადრელელა ოთახში ვიდრე არ დაწერდა მე და ლელამ შეგვიძლია ვთქვა რომ წყალსაღებულიო ხავს შეკითხები ესე იგი მე ლელას ჩავკეტავდი და მე ჩასაკეთი ვიყავი ხოლმე მე რა პირიქით ხდებოდა ხოლმე და არ ესე მეც ესე სულ ვეხმიანები რომ ნიკა შენ როგორც კომპოზიტორმა ვიცი რომ ძალიან დიდი სიტყვა უნდა თქვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კომპოზიტორია. რაღაცა სულ მინდა რომ ხო მაკლია, არა წერს, მაგრამ აი ესეთი დიდი მიციხშირით არის მისი მუსიკა და უაღრესად ნიჭიერი ადამიანია და მასა ყოველი წუთი, თუმცა ამის საშუალება არ მაქვს, გატარებული არის ძალიან ძვირფასი ჩემთვის და აგრეთვე ჩვენ განათლებაზე ზრუნავდა ყოველთვის მოხდა ისე რომ მიგვიპატიჟეს მისი მეშვეობით ვენაში და ავანგარდული მუსიკის ფესტივალზე მქონდა მთელი თვის განმავლობაში ვენაში ისეთი საინტერესო იყო დასწრების საშუალება და ეს ნიკას დამსახურება და რა ვიცი ბევრი სათქმელი მაქვს ნიკა შენზე და დიდი მადლობა. პირიქით მე საერთოდ მიმაჩნია რომ ახალი მუსიკა რომელსაც ქმნის ქართველი კომპოზიტორები რომ კლასიკურ ანუ ესეთ ჟანრში ფუნდამენტალურ აკადემიურ ჟანრში სამწუხაროდ მაინც მოკლებული არის ისეთ ყურადღებას როგორც ეჭირხა მე ვიცი მაგალითად რასისტულია მოიპოვა ფინანსები რომ ჩაატარო ფესტივალი რომელიც თითქოს არაპოპულარულია არამასობრივია ბილეთების გაყიდვით არ გაქვს შანსი რომ დანახარჯი ამოიღოს შენ გინდა რომ მე რა არის იცით ჩემთვის ყოველთვის არის ამოცანა რომ მარტო ლოკალური არ იყოს ეს ყველაფერი აი ხა როდესაც პატარა ბიჭმა სანდრო ნებიერიძემ დაუკრა თავის ნაწარმოები ჩვენ ორკესტრთან. მე შემეძლო მე დირიჟორა, მაგრამ მინდოდა რომ აი სწორედ მისი ნაწარმოები სხვა დირიჟორა უცხოელს რომ მოესმინა და შემდგომი დაუშვათ ინტერესი და თანამშრომლობა ამას გაგვიებულიყო. ამიტომ მგონია რომ აი დაუშვათ იმ ფესტივალებზე სადაც ქართველი ავტორები შესრულდებიან, კარგია რომ იყვნენ უცხოელი შემსრულებლები, რომ შემდგომ მათ გაუჩნდეთ სურვილი რომ თავიანთ ქვეყნებში და პოპულარიზაციისთვის არის
არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ნიკა შენ ლელას ნაწარმოებებსაც ჩართავ ასეთ შემთხვევებში და ლელას ნაწარმოებებიც გავა უცხოეთში უფრო ფართო. ვოდებით ლელას ახალ ნაწარმოებს ვოდებით რომლის თავარი ინსტრუმენტი ალტია ქვია ამ ნაწარმოებს. ხო, ჩვენ ვაკეთებთ გიაყანჩელისადმი მიზღვნილ კომპაქტ დისკს, სადაც მისი ახალგაზრდა ახალი თაობის თანამემამულე კოლეგები ეკმნიან ნაწარმოებებს, რომელსაც ის საიუბილეო თარიღს 80 წლის საიუბილეო თარიღს უძღვნიან. მათ შორის არის ლელას ნაწარმოებიც და ალბათ ცოტა უკვე 2017 წლის გაზაფხულზე ამ დისკს გამოვუშვებთ. გიორგი დაუკრავს ალბათ, ხო? დაუკრავს გიორგი ცაგარელი, გიორგის პროექტია და მადლობა ნიკა. დიდი მადლობა ნიკა, საერთოდ რომ ჩაგვერთე გადაცემაში. მადლობთ. ახლა კი ჩვენ საშუალება გვაქვს სწორედ პერფორმანსიდან მოვისმინოთ ფრაგმენტი, რამდენიმე ფრაგმენტი მოვისმინოთ. ნაწარმოებია, ასე გონია შეფშილია ეგ ნაწარმოები. აი, უკვე ჟღერს ეს ნაწარმოები. მადლობთ ნიკა. მოვისმინოთ. დიდი მადლობა. ფრაგმენტულად უნდა მოვისმენთ ეს ნაწარმოები ცოტა მოზრდილია. რა ტიპის ნაწარმოებია ნიკა დირიჟორობს? შეიძლება ვერ იცნოს. გამხდარი ეხა ნიკა. სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც აღნიშნეთ, რომ ჩაკეტილები მუშაობდნენ. ანუ რაღაცა თემა მქონდა, მაგრამ რაღაცას ფორმას ჯერ ვერ ვაძლევდი და მე აუცილებლად უნდა დამითქვა დრო, რომ ამ კონცერტისთვის უნდა შესრულებულიყო და ეს კონცერტი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველად უნდა გაჟღერებულიყო ჩემი მუსიკა ნოდარ გაბუნიას, გია ყანჩელის, დათო ევგენიძის, ნათელა სვანიძის, ბიძინა კვერნაძის ქმნილებების გვერდზე. რაღაცა სამხელავდი. ხო, ნუ ეს ხა მოკლედ ვიტყვი, რომ 12 ბგერაზე აგებული. თვითონ ნიკამ მითხრა, რა შემადგენლობისთვის უნდა შემექმნა, რომ იქნებოდა 2 არფა, ჯაზ სექსტეტი და აი ყველა აი იქ თამრიკობულია პირველი ვიოლინო. აი 18 მონაწილესთვის არის შექმნილი. მე ვარ ფორტეპიანოსთან და რაღაცა ესეთი ახალი იყო ჩემთვისაც ესეთი შემადგენლობა. და მე მადლობელი ვარ ისე ნიკასი რომ მომეცა საშუალება რომ აი ამ ჯგუფთან მემუშავა და ჯაზ სექსტეტთან ძალიან საინტერესო იყო იქ ფოლკლორული მომენტებიც არის კლასტერის ეფექტები ეს 12 ბგერაზე აგებული თემა არის რაღაცა ეს გადანაწილებული და მე არ ვიცი მოვასწრებთ თუ არა დღეს მინდა საერთოდ შენ ინტერესებზე საკომპოზიციო ინტერესებზეც ვილაპარაკოთ მაგრამ თუ არა და კიდევ მოგიწვევთ ახლა კი მოვისმინოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი
თქვენ ისმენთ ფრაგმენტს ლელა მაკარაშვილის პერფორმაციიდან 18 კაციან ანსამბლს ორკესტრს დირიჟორობს ნიკა მემანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი. ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ დროში, მინდა კიდე ერთი ნაწარმოები გაუშვა და შემდეგ უკვე ლელა თავად შეგვისრულებს, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ გკითხო ერთი რამ. შენ ვიცი რომ ვისაუბრეთ ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ შენ შემოქმედებაზე და ესეთი რამ მითხარი რომ ადრე ვიცოდი რომ გადაცებულიყავი ელექტრონული მუსიკით საერთოდ ძალიან კარგად იცი კომპიუტერი ბეჭდავ თავად ყველაფერს ამზადებ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია რაც მუსიკას შეეხება მაგრამ ხო ყოველ შემთხვევაში კარგად ფლობ და ელექტრონული მუსიკიდან შემდეგ ოდნავ შეიცვალე რაღაც ვექტორი ხო მუშაობის აი ორივე ნაწარმოები არის პერფორმანსიაც და თქვა ეს ერთხელ რომელიც გავახო რაღაც მომენტი ორივეში არის ელექტრონული მომენტი ჩართული უბრალოდ ზოგჯერ ეს მოხდა თავისთავად იმიტომ რომ არ მქონდა საშუალება თქვა დიდი შემადგენლობა ყოფილიყო ცოცხალი მუსიკის და დაალაუნებურად ჩანაწერის სახით ხდება ამის დადება თქვა ხმების და ეს არის ელექტრონული ჟღერადობა და აი თქვა აი ეს ერთხელ რომელიც გაჟღერდება აქ არის ორი ცოცხალში არფა და ვოკალი მაია კანკავა და ირინა კობახიძე ასრულებენ და დანარჩენი არის ელექტრონული ჩანაწერი და ეს საღამო იყო ფესტივალი იყო თანამედროვე მუსიკის სადაც 5-6 წუთიანი ნაწარმოებია და რაღაც ისე ეფექტურად გაჟღერდა იმ სივრცეში ეს არის თანამედროვე თეატრი და თან რაღაც ისეთი პერფორმანსი გამოვიდა იმ განათებით იმ რაღაცა ის აკუსტიკური სივრცით და საერთოდ ამ აკუსტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მე იმიტომ რომ ყველაფერი ეგ არის რაც არ უნდა კარგი მუსიკა დაწერო რაც არ უნდა კარგი შემსრულებლები იყვნენ თუ მოწოდებული საბოლოო ჯამში საუნდი თუ აი ჟღერადობა თუ არ არის შესაბამისი ყველაფერი კარგება ხო მაგრამ შენ გარკვეული პერიოდი მუშაობდი კონსერვატორიაში ფოლკლორის კათედრაზე ხომ სამეცნიერო ნაშრომებიც აქვს ხო დაწერილი გამოსული გამოსული ხარ სტატიის დონეზე თქვა რაღაც ჩემი აზრები მოსაზრება მქონია მუსიკალური საზრუნო სისტემის კვლევის შესახებ და ეს იაპონელებიც კი დაინტერესდნენ ხომ ამით ხო რაღაცა იყო რაღაც ისე აღარ აგვეწყო, მაგრამ შეიძლება მომავალში კიდე კონდეს ამას კიდე მსვლელობა კვლევას, რომ მიმაჩნია რომ ეს ნატურალური ჟღერადობა ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ადამიანის განვითარებისთვის სულიერი თვალსაზრისითაც და ფიზიკური განვითარებაზეც კი მოქმედებს ცოცხალი არატემპერირებული ჟღერადობა განსაკუთრებით და ეს რაღაც. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ფრაგმენტი ამ პიესიდან ერთხელ, ძალიან პატარა ფრაგმენტი მოვისმინოთ და ამასობაში ლელა გთხოვ რომ შენ ინსტრუმენტთან მიხვიდე და ვიცი რომ ეს პიესები, საფორტეპიანო პიესები, რომელსაც შეგვისრულებ, დაწერილია შენი ორი შვილისთვის. იმედია მეორეს არ იწყინება, პატარასთვის დაწერილი შეგვისრულე ხომ ტანკო? კარგი, პატარასთვის შესრულებული. და დავასრულებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას. ეხლა მინდოდა ძალიან რომ მოგვესწრო და მაია კანკავას უნდა იმღეროს ახლა და მინდოდა ძალიან შემოსულიყო ხმა, მაგრამ მე მგონი დრო არ გრჩება ამისთვის და ლელა დაგვიკრავს თავის პიესას. შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლელა მაკარაშვილი, აი ლელა მზად არის და ლელა უკრავს ახლა ტანგოს.
მადლობა ლელა მაქარაშვილმა შეასრულა საბავშვო პიესა ტანგო. ამით უნდა დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. ისე ვინც დაინტერესდა ამ პიესებით ლელამ გამოსცა ეს პიესები საბავშვო პიესები შესრულია კრებულში. დიდი მადლობა ლელას ჩვენთან სტუმრობისთვის. რამდენიმე ზარი იყო და ვეღარ შემოუშვით, იმიტომ რომ დრო არ გქონდა, მაინც მე ბევრს ვლაპარაკობ მაინც და გადავაჭარბე დღევანდელი რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ რომ მომეცი საშუალება რომ აღნიშნო კიდევ ერთხელ რომ შეიძლება სხაპრულად მიყავს გადაცემა. დიდი მადლობა. ჩემთან ერთად მუშაობდნენ ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე და ინტერნეტით ჩვენი ეთერი უზრუნველყო ხათუნა კაკიაშვილმა. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ საზოგადოებრივი რადიო განაგრძობს მუშაობას. ვარიაციები მუსიკალურ თემაზე.